დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვეფხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. 3942 გამოკითხული ადამიანი, მორიგი კვლევა, რომელსაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყნებს, კვლევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ და ადგილობრივ საკითხებს, დემოკრატიის რეფორმების, მიმდინარე პროცესების, მედიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. კვლევის თანახმად, ასევე გაზრდილია იმპერთა რაოდენობა, მისცლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია შემცირდა, 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია, მაშინ როდესაც NDI-ის მიერ 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევებში 54% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყო. დღეს NDI-ის კვლევებზე ვისაუბრებთ, პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრი ჩაგვერთვება ზაქარია ქუცნაშვილია, ასევე სტუდიაში ყავს საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვეფხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უსმენთ გადაცემა ქრონომეტრს, სტუდიაში ეკა ვეფხვაძე მუშაობს, როგორც გითხარით, ჩვენი გადაცემის სტუმარი საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გახლავთ. საღამოშიდობის არჩილ. მოგესალმებით, მე ვესალმები მსმენელს. მადლობა მობრძანებისთვის, ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ჩაგვერთოს უმრავლესობის წარმომადგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი, ჩვენ ვცდილობთ, რომ მას დავუკავშირდეთ და გადაცემის მსვლელობისას მოგასმენინებთ მის მოსაზრებებსაც NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით. არჩილ, მე წავიკითხე წინა სიტყვაობა გადაცემის, რომ გამოკითხულია 942 ადამიანი, გამოქვეყნდა ეს კვლევები, ეს არის NDI-ის ახალი კვლევები. ზოგადად მინდა კითხო, რაღაც მაჩვენებლები არის შემცირებული ხელისუფლებისა და არასასიკეთოდ, ასე ვიტყოდი. სამუშაო ადგილები, მთავარი პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და დემოკრატია. დემოკრატიასთან დაკავშირებითაც ალბათ ცალკე მოგვიწევს საუბარი, მოსახლეობის რაღაც ნაწილი, უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ შემცირებულია დემოკრატია. ზოგადი მოსაზრება მინდა შენი ამ კვლევებთან დაკავშირებით, როგორია, იქნებ გითხრა. კეთილი, პირველეს ყოვლისა ჩვენთვის ეს მოცემულობა ერთი მხრივ იყო სიურპრიზი, მეორე მხრივ სრულიად არ იყო სიურპრიზი. ერთი მხრივ იყო სიურპრიზი, იმიტომ რომ ყველაზე რბილი შეფასებით რომ ვთქვათ, მეტად უცნაური პათოსი სდევს მაჩვენებლებს, აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ მაჩვენებლებზე, აი მთლიანობაში რო განიხილო, სანამ დეტალებამდე ჩახვალ, არის ძალიან უცნაური თავისი პათოსით, ეს უფრო ჰგავს რაღაცა შეხედულებების ფორმირების საშუალებას, ვიდრე თავად ამ შეხედულებების ასე ვთქვათ მონიტორინგის შედეგებს. ამას გარდა მე ზუსტად წელიწადნახევრის წინ, მას შემდეგ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში და ერთ-ერთი პირველი კვლევები ჩაატარა NDI-მ, რომელიც უფრო როგორ გითხრათ უფრო პოზიტიური ელფერს იკრავდა მაშინ მასობრივი საზოგადოების პოზიციებთან მიმართებაში, ეს იყო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, ესეთი პოზიტიური ტენდენციების ჩვენება, ანუ ის რისი მოსმენაც ხელისუფლებასაც მოეწონებოდა, ის რისი მოსმენაც საზოგადოებას მთლიანობაში მოეწონებოდა, იმიტომ რომ როგორც წესი საზოგადოება და NDI-ის მაჩვენებლები ხშირად ერთმანეთს უფრო უპირისპირდებოდა, ვიდრე ერთმანეთის იდენტური იყო და მაშინ, როდესაც თქვენს გადაცემაშიც მე მგონი მაშინ ქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, გამოვთქვი მე ვარაუდი, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ NDI უფრო განთავისუფლდა პოლიტიზირებისაგან მეთქი, ან მე გამიჩნდა ასეთი ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს იყოს NDI-ის ახალი სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, რომლის მიხედვითაც მას შეძლო გარკვეული პერიოდი ემუშავა აი ასეთივე მონაცემებით, ანუ მას შემდეგ იყო მოცემულობები ასეთი, აი არ წვავდა არ ჩამბურს, ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა რაღაცეები სალაპარაკოთ, მაგრამ ქართულ ოცნებასაც, მაგრამ ესეთი ცალსახად უარყოფითი პოზიცია დადებულიყო, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ანუ ამბობ, რომ ამ შემთხვევაში არის ცალსახად უარყოფითი პოზიცია? კი, მაჩვენებლები არის გაუარესებული, მაგრამ ნუ მაინც არის რაღაც პოზიტივი, მე ეს რაც ამოვიკითხე, რომ მაინც რჩება ხელისუფლება იმ ძალად, რომელიც მოსახლეობის აზრით მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. მაგრამ აი გეტყვით ერთი დავასრულებ აი ამას და მაშინ თქვი რომ თუ კი ეს იქნება მათი სტრატეგია, რომ აი ესეთი მოცემულობები დადოს, ის ერთჩვენი ერთ დღეს აუცილებლად იქნება კვლავ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების ამსახველი გამოჩნდება. მაშინ ეს წინაპირობები არ ჩანდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან საკურველი
იყო ეს სტრატეგია უცბად რაღაც მეტამორფოზა და დღეს როგორც ხედავთ ზუსტად ისე გამოვიდა როგორც თქვენ მე ვივარაუდე წელიწადნახევრის წინ მან დადო ისეთი მოცემულობა მიუხედავად ახლა თქვენი მიერ გახმოვანებული პოზიციისა ეს ზოგადად წელიწადნახევრიანი მართლობის შემდეგ როდესაც დევს რომ უბრალოდ ჯერჯერობით წარმართველი კი არის მაგრამ და მე მოყვება მთელი ეს მოცემულობები რაც არის რომ სწორი მიმართულებით ვითარდება საქართველოს მიიჩნევს უმრავლესობა რამდენიმე ასე ვთქვათ საკითხს შევაერთებ ერთად. პირველი, პოზიტიური მაჩვენებლები არის რაში, რომ ვითარდება სწორად. ეს არ არის ქართული ოცნების პირადი პროდუქტი. ეს არის საერთაშორისო ორიენტირები, რომელიც თუმცა ცოტა გაკლებულია პროცენტული მაჩვენებელი წინა კვლევასთან კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე, რაც ხელისუფლებამ ეს ორიენტირები მიიღო, მათი ნამუშევარი არ არის ეს. ამიტომ ვის უფრო მეტად მუშაობდა იმაზე ყოფილიყო ასოცირებული ევროპული ორიენტირი, რომელ ხელისუფლებასაც უნდა რომ მიეწერა. ეს გამოდის, რომ ეს ორიენტირები საზოგადოებაში დადებითად ფასდება, მაგრამ მთელი რიგი სხვა დანარჩენი მოცემულობები, მათ შორის ყველაზე უცნაურად რაც მე მეჩვენება ეს არის დემოკრატიულობის ხარისხის შემცირება ასე ვთქვათ მე არ გულისხმობ პირადად როგორც მოქალაქე რომ ამ ქვეყანაში არ როგორც სპეციალისტი რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გასაოცარი დემოკრატია დამყარდა მაგრამ დაახლოებით 8%-იანი თუ შემცირება ვარდნა არის და ასევე არ მაქვს მე პირადად ილუზია იმისი რომ ახლა რაც ხდება ზოგიერთ საკითხით თუნდაც რაღაცა მოსახლეობის ზედმეტი ჩართულობა პირადი ანგარიშგების ფაქტორებს და სამართალ წარმოების საკითხებში რომ ეს დემოკრატიის ნიშანია მაგრამ პარადოქსია ის რომ მთელი ევროპული სამყარო მათ შორის და კოლეგი ასე ვთქვათ კოლეგა ქვეყნები ახალ წარმოადგენს სრულიად სხვა პოზიციას. ეს არის პოზიცია, რომ საქართველოს ბევრად უფრო დემოკრატიული გახდა. ჩვენ დავწინაურდით სიტყვის თავისუფლების რეჟიმში, ჩვენ დავწინაურდით დემოკრატიის მაჩვენებლებში. ხო, ყველგან ყოველ შემთხვევაში უკანხევა არ ყოფილა, წინსვლებია მხოლოდ და ამის ფონზე უცება აჩვენებენ, რომ სამაგიეროდ საზოგადოება ფიქრობს, რომ ჩვენთან დემოკრატია უფრო შემცირდა. ეს არის უფრო გათვლილი იმაზე, რომ NDI არის საერთაშორისო ორგანიზაცია ასეა თუ ისე და ის ამ სიგნალებს გადასცემს აუცილებლად იქ სადაც საჭიროა, როდესაც აჩვენებს, რომ აი ხელისუფლება რომელიც საზოგადოება მოიყვანა ახლა მის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრ წელიწადნახევრის ფონზე ძალიან საინტერესო დემოკრატიის საკითხი რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ალბათ საზოგადოებისთვისაც და ამაზე მინდა რომ შევჩერდეთ და რაღაცნაირად გავშალოთ ეს თემა რა ნაწილში შეიძლებოდა მოსახლეობას ეფიქრა თქვათ მე არ ვამბობ რომ აქ ისეთი დემოკრატია და ამაზე აპრიორი არავინ არ ამტკიცებს ხო მაგრამ რა ნაწილში შეიძლებოდა მოსახლეობას ეფიქრა რომ დემოკრატია შემცირდა რის საფუძველზე მიიღო მან მსგავსი გადაწყვეტილება ასე ეპასუხა შეკითხვისთვის მოდი ესე ვთქვათ აი რა გახდა ინდიკატორი ამის როგორ ფიქრობ ხო აი ეს მეტად უცნაური საკითხია ეს უფრო აი მეთოდებში უნდა ვიძებოთ რომელიცაც თავისუფლება ცოტა წინ არის ეს იმდენად ეს არის ფაქტობრივი მოცემულობები რომელიც ბევრად უფრო კვალიფიციურმა სუბიექტებმა აღიარეს თქვა იგივე პრესის თავისუფლების ინდექსი ჩვენი დაწინაურება იგივე სხვა მახასიათებლებში და იმდენად მე და ვიღებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამასთანავე რომელიც და მთელი რიგი საკითხები აი იგივე ხო იყო თქვა ეკლესიასთან მიმართებაში ზედმეტ ჩართულობა ყოველთვის ფრთხილი კრიტიკით ფასდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და დღეს ასეა თუ ისე მართალია ზოგიერთი ამას სხვანაირად დატრევს მაგრამ დღეს ეკლესია ბევრად უფრო უძლური აღმოჩნდა ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში თუმცა ზოგმა დღეს ერთ-ერთმა დამოუწდა ახლა ვინ კომენტარიც კი გააკეთა რომ ბოლო დღეებში ეკლესია ბევრად უფრო ძლიერია ჩემმა კოლეგამ გააკეთა ერთ-ერთმა ეს მაგრამ რეალობა ასეთი ანუ რეალურად ხელისუფლება ამ მაჩვენებლებზეა ორიენტირებული, რომელიც დემოკრატიულობის საზომს თელ ევროპულ მასშტაბში, როცა თვლიან დემოკრატიის ხარისხს მატებს ყოველთვის მაჩვენებლებს, მაგრამ აი აქ ზუსტად აქცენტი იცით რაზეა, რომ ეს მონაცემები, რომლებიც ექსპორტირდება მე სხვადასხვა მიმართულებით, შექმნას განწყობა, რომ საქართველოში საზოგადოება კრიტიკულად აფასებს და უფრო მეტად მძიმე კრიტიკული აფასებს, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ვარდნას. და მთელი რიგი საკითხები ამაზეა გაშუქებული, იმიტომ რომ რეალურად როგორ იყო ან შეკითხები დასმული, ან რომელ სამიზნე ჯგუფებში, ან რა ფორმით, ან რანაირად, ახლა თუ ცოტა ხნის წინ საკამათო იყო საკითხი, იგივე თქვათ აი ზოგადად აი სოციოლოგიურ მაჩვენებელზე ამ ფიფლმეტრები რამდენად იქ იყო დაყენებული, სადაც უნდა ყოფილიყო დაყენებული. ხო იყო ასეთი შეხედულებები არა? ამ შემთხვევაში მაშინ შეიძლება შეკითხები ეს საველე პირობები, რა ტიპის საველე პირობებია და რამდენად არის
გააზრებული ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. არჩილ, რატო ჩდება მუდმივად კითხვები, ეჭვები ამ კვლევებთან დაკავშირებით? ეხლა სულ მუდამ საუბრობთ ამ საველე პირობებზე, რაღაცა რამდენად იყო დაცული ეს სოციოლოგია, ეხლა არ ვიცი, მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ იქ რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, მუდმივად მოგწონს ეს კვლევა, შედეგები არ მოგწონს, ყოველთვის სპეციალისტები ცვავენ ხოლმე აი ამ კითხვებს და ჩვენ არ ვიცით როგორ, ჩვენ არ ვიცით რამდენი, ჩვენ არ ვიცით რაღაცა ვინ გამოიკითხა და ასე შემდეგ. რატომ ჩდება მუდმივად ეს შეკითხვები? ეს ჩდება იმიტომ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია შეიძლება იყოს მაგალითად დარგობრივი ორგანიზაცია და იყოს პოლიტიკური ინტერესების მქონე ორგანიზაცია. სპეციალისტი, აი ჟურნალისტი შეიძლება იყოს სპეციალ პროფესია შინაგანად, როგორ გითხრათ, ჟურნალისტური მიზნებით მოღვაწე ჟურნალისტი, მაგრამ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობა ჟურნალისტის იერის მიღებაზე გადის, ასე ვთქვათ, არა და ასეთებიც ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია. იგივე არის ორგანიზაცია, მისი ინტერესები რეალურად მართლა დარგობრივი კომპეტენციების განსაზღვრა, მართლა საზოგადოებრივი NDI-ზე, რომელიც არაერთი კვლევა ჩაუტარებია ქვეყანაში, ზოგჯერ საერთოდ არ ვენდობოდით მის კვლევებს, ზოგჯერ ისე რა ვენდობით და აი ზუსტად ეგ არის, როდესაც ორგანიზაცია ხდება მოსახლეობის მხრიდან მკითხაობის საგანი, როდესაც ხდება ორგანიზაცია, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო პოლიტიკურად გვეთამაშება საზოგადოებას მონაცემების მიხედვით, ის დგას და აი ხან ისეთ მონაცემს დადებს, რომელიც ჩვენთვის გასახარია, ხან ისეთ მონაცემს დადებს, ასე ვთქვათ, ის ლავირების პროცესში, აქ ჩნდება ამიტომაც ეჭირო, ის რეალურად მართლა პოზიციონერებს როგორც ორგანიზაცია, თუ ის უბრალოდ დგას და თამაშობს მოსახლეობასთან მიმართებაში, საიმისოდ რომ მან მოსახლეობა დააბნიოს და როდესაც ხედავს, რომ ის ძირითად მოცემულობასთან მოსახლეობა ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდიოდა, პარადოქსია სოციოლოგიური სამუშაო, ასე ვთქვათ, მოდიოდეს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის კრიტიკის ქვეშ. თუ ის ამსახველია, პირიქით უნდა იყოს. მაგრამ დროდადრო საიმისოდ რომ დამაჯერებლობა მიიღო, ამიტომაც ასე ვთქვათ, ცდილობდა გარკვეული პოლიტიკური თამაში ეწარმოებინა თავად მოსახლეობასთან. ძალიან საინტერესოა ეხლა ეს კვლევები არჩევნების წინ, არჩევნები გველოდება, ხო? რა სურათს იძლევა? ეს ისთვის იყო გაკეთებული, როგორ ფიქრობ, რაღაცა არის განსაზღვრელი ამ არჩევნებისთვის ეს კვლევა? თუ ჩვენ ახლა ავიღებთ ფაქტორად იმ მონაცემების ძირითად პათოს რა შთაბეჭდილება უნდა და მოახდინოს ამ მონაცემებმა მოსახლეობაზე, არა? და თან გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ბევრი აღარ დაგვრჩა დაახლოებით ერთი თვე დაგვრჩა ცოტა მეტი არჩევნებამდე, ეს არ არის გამოერცხული პირდაპირ პოლიტიკური აქტი იყოს. ანუ ხელისუფლებას აქვს დასაფიქრებელი ამ კვლევების შემდეგ? ხელისუფლებას საერთოდ საფიქრალი ბევრი აქვს კვლევების გარეშეც და თავის ქმედით უნარიანობის შედეგები ამას ეს არის აქტი. აი ჩვენ ხო იყო, მოდი ესეთი დაშვება გავაკეთოთ. აი მათემატიკაში არსებობს 60-ის ამოხსნის დროს, აკეთებენ დაშვებას და იმ დაშვების მიხედვით მსჯელობენ, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს. თუ კი ჩვენ დავუშვებთ იმ ჭორებს და იმ ასე ვთქვათ ზოგად მოსაზრებას, რომ NDI და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები ზედმეტად იკვეთება ერთმანეთში, ვიდრე ასე ორგანიზაცია უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ერთ-სამიზნეს სივრცეში, თუ დაშვებას გავაკეთოთ, მე არ ვამბობ, რომ ეს ასეა. მაშინ ნახოთ, როგორ კოხტად ჯდება NDI-ის მოცემულობები ამჯერად. მან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ დადო არც ერთი ისეთი მონაცემი, რომელიც ხედავდა, რომ ამ შემთხვევაში იყო ნახევრადმიცვალებულის რეჟიმში ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ არანაირი პოზიტიური მესიჯი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მათი მონაცემი არ იქნებოდა მისაღები. მან ყოველთვის ისეთ მონაცემი და მე ნახეთ, აი მე ამ წუთში არ გამიკეთებია, მაგრამ აი კარგი იქნება ჩვენთან ანალიტიკოსები ან კვლევარები სპეციალურად მუშაობდნენ. ტენდენციები მე ყოველთვის NDI-ის მონაცემს ვარკვევ. დღიდან დღემდე, აი ბოლო 10 მისი გამოხატულება რას აძლევს, რა ტენდენციას ქმნის და რო დავაკვირდეთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ ის, რომ ეს ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ნელ-ნელა აი ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აღიარა რა, იმ ადრადაც აღიარა და ასეც ყველა შეთანხმებული იყო. მე ნელ-ნელა გაჩნდა პირველივე გახსოვთ ზუსტად თქვენ ეთერშიც საუბრობდით ამაზე, რომ როდესაც ერთ-ერთ სოციოლოგიურ კვლევაში საკითხიც კი არასწორად იყო დაშვებული, ერთ-ერთ პირველ ჯერზე სანამ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, მან ნაციონალური მოძრაობა, მაშინ როდესაც ისინი იყო ნაწილობრივ კოჰაბიტაციის, ანუ თანამართლობრივ, ანუ ისინი სახელმწიფო შტო იყო, მან მისცა სტატუსი ოპოზიციის, ანუ ასეთი ლაფსუსი ისედაც არ შეიძლება გაეპაროს მით უმეტეს წამყვან ორგანიზაციასთან. თუ კი ეს იპარება, ესე იგი ეს არის მიზანმიმართული, ისინი არ არიან დამწყებები. ანუ გარკვეული საკითხი მიზანმიმართულად იყო, თქვა დასმული აქცენტები. კარგი, რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის
ამის შემდეგ უკვე კონკრეტულ თემებს შევეხებით და იმ მონაცემებს განვიხილავთ, რაც NDI-ის კვლევებში იყო, რამდენად ეს დამაფიქრებელია, ნახოთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გახავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, NDI-ის კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს გადაცემაში. არჩილ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სხვათა შორის გამოეხმაურა უკვე ნაციონალური მოძრაობა, არის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში და საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ის მაინც მონაწილეობს ამ მოვლენებში. როგორია შენი შეფასება ამაზე? NDI-ის გარეშეც, პრინციპში, კვლევის გარეშეც ეს მოსაზრებები არსებობს, ამას აქვს თავისი მიზეზები. პირადად მეც არაერთხელ ინტერვიუში, ანუ საგაზეთო პუბლიკაციაში ვსაუბრობდი იმაზე, რომ ის რჩება გადაწყვეტილებების მიმღებ პირად, აი ასეა. აქ არის შეკითხვა, აი ესეც კი არასწორად და როგორ გითხრა დასმული. ფაქტობრივ მოცემულობებს აცხადებენ ესენი, პრეზენტირებაშიც კი პოლიტიკაა ჩადებული. აქ უნდა იყოს დადებული პასუხი ასე, რომ საზოგადოება ფიქრობს, რომ ასეა. ან არა ფაქტობრივი მოცემულობით. და აი ეს ელფერი არსებობს ამ ყველაფრის გამო. ერთი მხრივ იმიტომ რომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისგან არა და უნდა გამიჯნულიყო. მეორე მხრივ იმიტომ რომ მათი ოპონენტები პირდაპირ ძიმე პროპაგანდას ეწევიან ამ საკითხის და ამის მოგერიება მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტულ რეჟიმში ძალიან ძნელია. მესამე მხრივ აი მიუხედავად იმისა რომ ბიძინა ივანიშვილმა იქ რაღაცა მოხდა ინსცენირება მისი და მარგველაშვილის კონფლიქტის და ასე შემდეგ ეს ასე მარტივად ვერ გამოვლენ ერთმანეთს საკითხიც არის აქ განხილული. ხო, ანუ იქ აწერია არა მართლებს კრიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა. ამ მხრივ არ ამართლებენ რომ ცალკე სუბიექტმა ცალკე სუბიექტი ტოლფარდოვანი და ტოლი წონით ანუ არ უნდა გაეკეთებინა თუ იმიტომ რომ ეს აქტი არ მოეწონა საზოგადოებას. ამ შეკითხვებში სადაც პასუხებია გაცემული შეკითხვების მოტივატორები საერთოდ გაურკვეველია. შეკითხვები ასე არ უნდა ისმებოდეს, სადაც გაგება არსებობს მის შეკითხვის ფორმულირების 10-ნაირი ვარიანტის და პასუხისა კიდე უფრო მეტის. შეკითხვაზე, როდესაც უპასუხეს, რომ ხალხი ძირითადი, ასე ვთქვათ, გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი კრიტიკულად ეკიდება იმ საკითხს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, კრიტიკულად შეაფასა მარგველაშვილი, ეს ფაქტის გამო შეაფასა, შეფასების გამო შეაფასა, კონკრეტული მესიჯების გამო თუ მარგველაშვილის მუშაობის გამო თუ ბიძინა ივანიშვილის მუშაობის არც ერთი ფაქტორი არ ჩანს. ანუ ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს კონკრეტულ მოცემულობაზე, არ ჩანს და ახლა რა მოტივის გამო შეაფასა, ეს უკვე აღმქმელზეა, ეს უკვე არის დამოკიდებული იცით რაზე. როდესაც ეს სოციოლოგიური მოცემულობა წამოა, მერე პოლიტიკური მხარეები როგორ გაშლიან, რატოა ყოველთვის ნაციონალური მოძრაობა, როგორ გითხრათ, პირობითად თქვათ, აი ნახევრად იუმორის ფარგლებში, რომ NDI-ის პრეზენტაცია როდესაც მიმდინარეობს, ლამის უკვე პრესკონფერენცია მომზადებულია და ელოდებიან ჩართვას. ანუ როდესაც ისინი წინასწარი უკვე მზად არიან საიმისოდ და რომ ყველა მოცემულობაზე საკუთარი შეფასება წარმოადგინონ. ქართული ოცნება პირიქით მერე დგას და ფიქრობს რა შეიძლება გააკეთოს და ზოგიერთი შეიძლება მედიასაც არ გამოეხმაუროს, დაიმალოს და პასუხები არ გასცეს თელ რიგ შეკითხვებს, იმიტომ რომ იბნევიან და მერე ფიქრობენ, მერე ათანხმებენ პოზიციებს. ეს ამიტომ ახლა ამ მოცემულობას ბუნებრივია გაშლიან, იმიტომ რომ ახლა რაშია საქმე? აი ამის პოლიტიკა რაშია. ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებდა ფაქტად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დღეს მთავარი ხელისუფალი. ახლა ეს მონაცემები შეხედეთ, რას აკეთებს ეს მონაცემები? ამბობს, რომ საზოგადოებაც ასე ფიქრობს. ანუ რაზე მიდის შეხედეთ ორიენტირი, რომ საზოგადოების პოზიცია და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. ასევე ერთმანეთს ემთხვევა საზოგადოებისა და ნაციონალური მოძრაობის პოზიციები საგარეო ორიენტირებთან მიმართებაში. ხედავთ მაგრამ აქვე მინდა გითხრა რომ მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან დიდი პროცენტი ფიქრობს რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ის ძალა ვინც ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მოაგვარებდა პრობლემებს. ამიტომაც მანაა უკვე ჩდებიან ბლოკები რომლებიც ნაციონალური მოძრაობის შიგნითვე არსებული პიროვნებების მიერ ახლა დაფიქსირდა ცალკე პარტიულ სუბიექტებად. მალაშიას გულისხმობ. ხო, აბა უცნაური დამთხევა არ არის? აი ასე, ანუ საზოგადოება ამბობს რომ ნახეთ როგორი პოზიცია
ამისი პოლიტიკა რაშია საზოგადოება ერთი მხრივ ბევრ რამეში აჩვენები რომ თითქოს და საზოგადოება და ნაციონალური მოძრაობა ერთნაირად ხედავენ და აქვამენ მოვლენებს მაგრამ მეორე მხრივ აჩვენებენ რომ სახელდებული ნაციონალური მოძრაობა არ მინდა ამიტომ აქ არის ორი ვარიანტი ან უნდა გამოჩნდეს ნეონაციონალური მოძრაობა სხვა მახასიათებლებით ან მეორე აჩვენონ რომ ეს ყველაფერი რაღაცა პროპაგანდის ბრალი ან ნაციონალურ მოძრაობას ერჩიან როგორც ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ სინამდვილეში მასთან ახლოს არიან ასეთებიც მოსულა ასე ვთქვათ ამიტომაც გააჩნია ახლა როგორ წარმართავენ მთელ რიგ პროცესს ამომავლოდ ეს ახლა ნახეთ ნაციონალური მოძრაობა სრული ეკლესიის სტატუსის შესუსტებით ტრადიციების მიმართ პირიქით თანამედროვე ცხოვრების წესზე ორიენტირებული და გვერდით ქრისტიანულ კონსერვატორული პარტია ანუ ცდილობენ ეს სამიზნე ჯგუფებზეც დაიწყონ ნელ-ნელა მუშაობა აი ეს არის პარადოქსული და მთელი სერიოზული პოლიტიკური პროცესია ეს თავისთავად ამიტომ მსმენელი ყავს მოდით მოვუსმინოთ გისმენთ აღამშვიდობის მოგესალმებით ნაცი მოგესალმებით ეკა გილოცავთ თქვენი რეიტინგს მადლობა მაქვე უნდა აღნიშნო რომ ეს ნამდვილად ობიექტური იყო ჩემი აზრით თუმცა აქ მე ორი ასეთი კითხვა მაქვს ერთი რომ ნაციონალური მოძრაობას რაც უნდა ყოველ შემთხვევაში რასაც აღღერებს ის დაფიქსირებულია და ეს ბატონმა არჩილმა დანა ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ გარკვეულწილად რაღაცნაირად დასავლეთსაც სურს ასე ანუ პოლიტიკური კონიუნქტურა ასეთი აწყობს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს და მეორე რაც ყველაფერი ძალიან მაშინებს არ მინდა ეს ყველაფერი იქცეს ისე რაც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ანუ ხომ არ იქცევა გართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მაგვარად ანუ ხომ არ იქნება ისე რაც ჩვენ 9 წელი უკვე ნახეთ და ეს ტენდენციები ხომ არ არის დიდი მადლობა მადლობა თქვენ ზარისთვის დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვამს მსმენელმა და შეკითხვებიც პირველი ეს იყო ასე ვთქვათ ხომ არ იქცევა ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ასლად ჩვენ ვართ ზოგადად ერთი მთლიანი საზოგადოება. ხო თუ ვინმეს აქვს აზრი რომ ან ჩვენ უცბად შევეცვლებით, ან ჩვენი მენტალიტეტი, ან ჩვენი შეხედულებები და ჩვენგან წამოსული პოლიტიკური პარტიები ეს ცოტა ესეთი ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ საერთოდ ჯამში ეს ის ხალხია, რომლებიც ტრიალებენ წლების განმავლობაში რამდენიმე შედარებით ახალი სახეა და ის შედარებით ახალი სახეც რეალურად წარმოადგენს ან პროტოტიპს, ან ძველ სახეს, რომელიც ნაკლებად ჩანდა. ამიტომ ბუნებრივია ამ ფაქტორებით ნაციონალური მოძრაობა ძალიან ისარგებლებს. შეიძლება არ ვიცი ხომ მსმენელის კითხვიდან გამომდინარე გარკვეულწილად რაც დრო გადის რაღაცა ტიპის მსგავსებას ხედავს საზოგადოება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის შეიძლება ესე ვიფიქროთ. მიუხედავად მსგავსება არის რა მხრივ მსგავსება ჩვენ პირველ რიგში გვაქვს შიდა დამოკიდებულებითი მახასიათებლები მაგალითად არ მომწონს ეს და არ მომწონს მეორე და ამიტომ შევადარო ერთმანეთს ორივე რადგან ის მათ აქვს საერთო ჩემში არ მოწონების ხარისხი მე მივხვდით ხო რას გულისხმობ ამიტომ რა კი გავთქვა ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ნაციონალური მოძრაობა იმიტომ რომ მან არ მოგცა ცხოვრების უკეთესპირობები და რაღაც და ამაში ისინი ერთიანდებიან ნართულ ოცნებასთან მიმართებაშიც ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვაერთიანებთ მათ და ძირეულ ასე ვთქვათ განსხვავებებს აღარ უსვამთ ხას და შესაბამისად ეს საზოგადოებაში აირეკლება პირდაპირ. გასაგებია, კიდევ ერთი საკითხი მართლმადიდებელ ეკლესიას რაც ეხებოდა და ბოლო დროს ჩვენ ნახეთ ხო ეკლესიასთან მიმართებაში რა ხდებოდა ქვეყანაში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონი ლარი დაფინანსებას მიიჩნევს გამართლებულად მოსახლეობის უმრავლესობა. თუმცა ამ საკითხზე არ წყდებოდა ხოლმე პოლემიკა. თვლი რომ ეს ნორმალურია და მოსახლეობის აზრი ასეა სწორედ როგორც ამ კვლევებში. კეთილი. აი აქაც რამდენიმე ძირეული უცნაურობა არის დასმული. პირველი, ძირითადი მოსახლეობა არ ინფორმირებული ამის შესახებ, რაც მე უბრალოდ არ მგონია მართლაც, იმიტომ რომ იმდენჯერ აქტუალური თემა იყო. 74% ამბობს რომ არ იცოდა ამის შესახებ. მგონია რომ ძალიან მე ვერ ვიღებ ამ მონაცემს იმდენჯერ იყო მე და ესე გამოწვევს საქართველოს მედია არ არსებობს იმიტომ რომ ამ თემას იმდენი უტრიალებს პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი და ასე შემდეგ. მეორე რაც შეეხება კითხვის ფორმულირებას, აქვე იცით რა შეიძლება რიგითმა ადამიანმა ან ჟურნალისტმა საუბრის დროს იმიტომ რომ მას სიტყვათა ეკონომია სჭირდება რაღაცა ლაფსუსები დაუშვას, თუმცა სასურველი არც ეგ მოხდეს, მაგრამ როდესაც შეკითხვის ფორმულირებაა დაფინანსება, მაშინ როდესაც პირდაპირ გაგებით ეკლესია დაფინანსებას არ იღებს.
ეხლა შეიძლება იყოს სადავო სულ სხვა თემა, მაგრამ მე ვამბობ, რომ შეკითხვის ფორმულირება, ხო, ანუ ჩვენ საკითხზე კი არ ვამბობ, შეკითხვის ფორმულირებაზე. იქ კვალიფიკაცია ამ დაფინანსების წყაროსი არის, ასე ვთქვათ, ანაზღაურება, ანუ სახელმწიფო არის ეკლესიასთან მიმართებაში ანაზღაურებით რეჟიმში, როგორც იმის სამართალ მემკვიდრე, ვინც ეკლესიას მატერიალური და სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ზიანი მოუტანა. ამიტომ შეკითხვის ფორმულირებაში ეს უნდა ჩანდეს. თუ კი თავად შეკითხვა იტყვება ინფორმაციას, არასწორ კვალიფიკაციას აძლევს, შეიძლება მისი პასუხი იყოს ადეკვატური? გასაგებია. არც მსმენელი ყავს, მოდი მოусმინოთ, არ ვალოდინოთ, გისმენთ საღამოშვიდობის. ალო. გამარჯობა. გისმენთ ხო გენაცვალე? დიახ, გისმენთ. სულ ყოველი თავის ეხა, რომ იმ პარტია, ეს პარტია, ის პარტია, ეს პარტია. სააკაშვილის დროს ყველაფერი პოლიტიკური ფორმულა იყო ეს სააკაშვილი. ახლა ამჟამად ყველაფერი პოლიტიკური ფორმულა არის ივანაშვილი. არც მარგველაშვილი და ზღარებაშვილი და კიდახეთკენ. ახლა საქმე რაშია? ხალხი იენდობა ისმენთ ხო გენაცვალე? დიახ, და მოკლედ ცოტა. ხო, მოკლედ ვიტყვი. პატიოსანს, ნამუსიანს, სინდისიანს, ადამიანს და აღარ ედობა იმ თაღლის გაიზოლაცია მამადას. კარგად დამდებოდეთ. მადლობთ. დიდი მადლობა. შეგიძლია რამე თქვა? დიდი მადლობა საკუთარი მოსაზრებისთვის. ბარემ გისმენთ საღამოშვიდობის. ბატონო, გამარჯობა ბატონო არქილდა. ესეთი კითხვა მაქვს მე თქვენთან. კერძოდ ის რომ აი უსულფასუნა რესპუბლიკელების სახით საქართველოში არსებული უმრავლესობა ევროპული მასშტაბით მოაქცია უმცირესობაში და გახდა მისი მოთხოვნილება დისკრიმინირებული. ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ უკვე ის ოცნებას ძალიან ბევრ ხმებს დააკარგინებს, იმიტომ რომ რესპუბლიკელებმა როგორც ნაციონალები დაღუპეს, მე მგონია დღეს იგივეს უკეთებენ ჩვენ და სამწუხაროდ პირადად თუ ირიბათ ოცნებას, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი მოსახლეობისთვის, რომ აღმოჩნდეს ჩვენ დისკრიმინებულ სიტუაციაში და პატრიარქს მიაკერო იარლიკი რუსოფილობისკენ რომ თურმე ჩვენის რუსეთში გტოვებს თუ ამას სრულიად არ მივიღებთ. დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობთ. დიდი მადლობა, ეს ალბათ უფრო სასაუბრო თემაა, სადაო მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები. იმიტომ რომ რაღაცა ვეჭობ რესპუბლიკურ პარტიას ყოფილიყო გადამწყვეტი რაიმე კავშირით ნაციონალური მოძრაობის წარუმატებლობაში, ან ასევე იყოს გადამწყვეტი. ეს არის სახელმწიფო სივრცე, მათ ყოველთვის აქვს სურვილი თუ კი ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, სხვაგვარად აზროვნებს, ისინი ერთ ჯგუფში არ ყოფილიყვნენ. ამიტომ სანამ აქვს გაერთიანებას გუნდის სახელწოდება, იქ ყველა თანაბრად პასუხისმგებელია და ვერანაირად ვერცერთ პარტიას ვერ გამოვყოფთ იმ კუთხით, რომ აი რესპუბლიკელებს დავაბრალოთ რაღაცა პროცესი. მეორე მხრივ, რესპუბლიკური პარტია შეიძლება აი მეც ძალიან ხშირად გამიკრიტიკებია, მაგრამ მე უფრო და უფრო დავფიქრდი ამ საკითხზე. არსი არის ისიც რაში, რომ რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთი იშვიათი პარტია, რომელიც მართლაც პოლიტიკური ასე ვთქვათ, პლატფორმის იდეოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ესენი, იმიტომ რომ სხვა პარტიები არიან, მაგრამ მემარცხენე განცხადებებს აკეთებს, მემარცხენე ანუ ძალიან იაფ პოპულიზმს ეწევიან და რესპუბლიკური პარტია მოგწონს თუ არ მოგწონს, მე არ ვამბობ, რომ კარგია ცუდია ეს ამ შემთხვევაში სულ არა განხილვისაგან ლაპარაკობ, იმას რომ ისინი კონკრეტული იდეოლოგიის მქონეები არიან და რამდენადაც მუშაობენ ამ კუთხით, ამიტომ არსებობს ასეთ შემთხვევაში პარტიებს არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელშიც შეიძლება ჩვენ ვეთანხმებოდეთ, რომელშიც ის არ ვეთანხმებოდეთ. ზოგადად იმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ ბევრ რამეში წინააღმდეგობაში მოდიან მათ ხედვასთან ზოგიერთ შემთხვევაში ის უფრო დასაფასებელია რომ ისინი იდეოლოგიურად არიან მყარად და მე ყოველთვის შემიძლია მათთან ურთიერთობისას ვიხელმძღვანელო მათ იდეოლოგიით და არ ვიყო რაღაცა მომენტალური და იმპულსური გამოხატულებების რეჟიმში ამ ხრივ ეს ძალიან დაცულია. არჩილ რუსეთთან საფრთხე, მოდით რუსეთი რეალური საფრთხეა, ამას უმრავლესობა მიიჩნევს და ის უმრავლესობა სხვათაშორის მომხრეა დიალოგის მარგველაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. მიაჩნიათ ეს ნორმალურად, თუმცა არ მოსწონს უმრავლესობას პოლიტიკა ხელისუფლების რუსეთთან მიმართებაში. ეს როგორ შეიძლება ვთქვათ? ხო, თქვენ საინტერესო საკითხი წამოწიეთ წინ. მარტო მანდაც არა, ბევრ სხვა საკითხში ჩვენ რო კარგად დავაკვირდეთ საზოგადოება საკუთარ თავს ეწინააღმდეგება საკუთარ გამოხატულებებში, თუ კი ამ მოცემულობას აარხებს. ანუ ერთი და იგივე პირობითად რომ ვთქვათ ადამიანი ერთ შემთხვევაში რასაც ამბობს, იმასვე უარყოფს მეორე შემთხვევაში. ეს ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია დღეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ აი სტერეოტიპული
კონკრეტულად ვაზროვნებთ, ამიტომ როცა სტერეოტიპია თქვა, ჩვენ კი ვართ მომხრე რომ რუსეთთან დიალოგი იყოს, მაგრამ ამავდროულად რატო არ გაუწია ეს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც მიშავს უწევდა, ანუ ეს ჩვენ პოპულიზმის მასობრივ დონეს მოსწონს, რომ ვიღაცა ჩავიდეს დროშა აქნიოს საზღვართან, მაშინ როდესაც ამ დროშის ქნევას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე სახელმწიფო სივრციდან ვამბობ, თორემ თუ კი საზოგადოება ჩავადა საკუთარ თავს და პოზიციას დააფიქსირებს, ეს ყოველთვის კარგია, მედია, რაღაცა სპეციალისტები, ადამიანები რიგითი, მაგრამ თან დიალოგი გვინდა და თან რაღაცა გვინდა. ერთდროულად ვიყოთ მიშა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმში, ოკუპანტოს ძახილში და ყვირილში და მეორე მხრივ დიალოგში ვიყოთ, ეს ორი ერთმანეთთან სამართლებაში არ მოდის. აი ამ ყოველფერთან ერთად, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანების, მომხრე ქვეყანაში არის უმრავლესობა, თათო 60% თუ არ ვცდები და ძალიან მცირეა ევრაზიულ კავშირში, ვისაც სურს, თუმცა ოდნავ გაზრდილია წინა კვლევებთან შეტარებით ევრაზიულ კავშირს გულისხმობ. ეს ტენდენცია რაზე მეანიშნებს, რომ სულ არის ესეც რაღაც საკამათო საკითხი და არ ვიცი, თუმცა პოზიციები ხელისუფლებას აქვს, ხო, დეკლარირებულად ჩამოყალიბებული, საით გვინდა და საით მივდივართ, მაგრამ საზოგადოებას პრინციპში ამას აყოლილია. მე ასე დავინახე, არ ვიცი, შენ როგორ ხედავ? აქაც მსგავსი მომენტია, რომ საზოგადოება ერთი მხრივ დობას უცხადებს რაღაცა კონკრეტულ სუბიექტს განსაკუთრებულად, მაგრამ მეორე მხრივ იქვე რაღაცებში საკუთარი მოსაზრება აქვს, რომელსაც იქვე აკრიტიკებს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ერთდროულად თქვათ, ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ბოლომდე ვეყრდნობით და მაქსიმალური მაჩვენებლები აქვს. ამავდროულად ვამბობთ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ევროპული ორიენტირი გვინდა და ამავდროულად იმ საკითხებს, რომელიც ევროპული ორიენტირისკენ მიდის, კონფლიქტში ვართ ამ საკითხებთან. ესეც საზოგადოების არამგზავრობაზე მეანიშნებს. მსმენელი ყავს კიდევ, ბოლო მსმენელი შემოვიყვანოთ, ძალიან ცოტა დრო გრჩება. გისმენთ საღამოში. ანუ გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონო არჩილ, მე სრულად ვეთანხმები თქვენს არს იმაში, რომ რუსეთთან, ესე იგი, დაუშვათ, რომ სააკაშვილივით ესე ოკუპანტი უძახოთ და შემდეგ დიალოგი ვატარებთ, ეგრე არ გამოვა. რა თქმა უნდა, მაგრამ მე უბრალოდ რა არის, მე იმას არ ვიზიარებ, დაუშვათ, რომ აი ეს გეების და მამაცმავლების ეს რაღაცა დაუშვათ ქართულმა ხალხმა. ეს არანაირად არ შეიძლება. ჩვენს არ ტრადიციებში ჯდება. ესე იგი, ეს ხალხი, უბრალოდ ჩვენი ხელისუფლების ბრალი რაშია, იცით, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, აი ამ ნაციონალები ეგრევე უნდა მოესპოთ. აი სააკაშვილის ხუნტა, ხროვა, ეს არა ხალხი. შემდეგ იქნებოდა ყველაფერი კარგად. კარგით, გასაგებია. მივიდოდა ამ დონემდე ეს საქმე. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. არჩილ სავარაუდოდ ანტიდისკრიმინაციულ კანონს გულისხმობდა, ხო, მსმენელი და ამაზეც აუცილებლად ცოტა დრო გრჩება. ორი შეკითხვა მინდა ამ კვლევებისგან განსხვავებული დაკისვა, ეს ერთი არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, შენი მოსაზრება მინდა, მიიღო პარლამენტმა. ამასთან დაკავშირებით მოვისმინო და მეორე ეს დავით კოდუაცემის ფაქტი და სამართლიანობის აღდგენა, ეს ორი თემა არ მინდა რომ დაგვრჩეს. პირველი შეკითხვა ეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. პირადად მე ვარ ჩვეულებრივი კონსერვატორი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ტრადიციული ტიპი. მაგრამ აქ არის ერთი ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ბუზისაგან ბევრ რამეში სპილო შევქმნით. ის რომ ასე ვთქვათ, მიიღო კანონი, რომლის ფარგლებშიც შენ უბრალოდ უკრძალავს საკუთარ თავს დისკრიმინაციას გაუწიო ნებისმიერ სხვას, რომელიც შენგან განსხვავდება სხვადასხვა მაჩვენებლებით და ეს ერთ-ერთი მათგანი არის, რაც კიდე მიუღებელი იყოს. მე მესმის ძალიან კარგად, პირადად ძალიან ბევრი აგრესიული სტატიის ავტორი ვარ ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ პირადად მე ამ კანონის მომხრე მაქსიმალურად ვარ და უპირველეს ყოვლისა რატომ? ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის მზარდი კონფლიქტები მხარეებს შორის. ეს მხარეები არსებობენ, ამიტომ ეს რეალობა არსებობს. ჩემთვის მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, სასურველია თუ არა სასურველი, ეს არსებობს. პირადად მე როგორც მოქალაქე, როგორც პიროვნებას, როგორც ჩემი დარგის სპეციალისტი, მირჩევნია საზოგადოებამ უფრო ჰარმონიზაცია შეძლოს, ეს მუდმივი კონფლიქტი არის ყოველთვის ყველაზე მიუღებელი რამ რაც შეიძლება ხდებოდეს და სხვათა შორის ამ კონფლიქტების შედეგად ჩვენ რომ დავაკვირდეთ საბოლოო ჯამში ეს ჯგუფები კი არ დაზარალდა, ეკლესია და ტრადიციული ფასეულობები დაზარალდა, იმიტომ რაღაცა თამაშგარე და გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი შეხედულებები და ჩვენი მწამსი. ამიტომ სახელმწიფომ რომელმაც ამ კანონით ზღვარი უნდა გაავლოს და გვაიძულოს რომ მაგალითად ერთმა მხარემ ხდეს დისკრიმინაცია არა, მაგრამ აი რაღაც მარტივი გამოვლენა არ ეძახოს სასულიერობის დამპალო მღვდელო, მეორემ არ ეძახოს რაღაცა სხვა უხეში ფორმით რომელიმე სხვა ადამიანს არა და არ გამოხატოს მაგალითად არ აუგზავნოს სადღაც ქუჩაში გავლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იმაზე რომ ადამიანი, რიგითი ადამიანი იყოს დაცული. ამიტომ ამაში ცუდი არაფერი არ შეიძლება სხვა დანარჩის, ეს არის
ზედ დაშენებული ჩვენ კარგად დავკვირდეთ ამაზე მე პირადად ქართულ ოცნების მიმართ ხოლმე მხარდაჭერითი დამოკიდებულება მაქვს პრემიერ-მინისტრმა ერთი მხრივ თქვა რომ აი დავაფიქსიროთ რომ მეუღლეობა ეს არის ქალსა და მამაკაც შორის ურთიერთობა როგორც კი ეს ასე თქვა შეიძლება ასე დაფიქსირდეს ის თავისთავად ამ რისკებს კიდევ უფრო შეამცირებს იმიტომ რომ ბუნებრივად სადაც დაფიქსირებულია ოჯახის სტატუსი და მისი შემადგენლობა ის დისკრიმინაციული ვერ იქნება იმიტომ რომ კანონი თავისთავად უპასუხებს რომ მაგალითად ამ ადამიანების თუნდაც რაღაც კავშირს ეწოდოს ოჯახი ეს თავისთავად არ დადგება დღის წესრიგში თუმცა შეიძლება დადგეს ზოგადად იურიდიული საზომი პიროვნებებს შორის მაგრამ ეს სრულიად სხვა თემა არის ასე ვთქვათ ამიტომ ვფიქრობ რომ ეს იყო რაზე შიშები იყო საზოგადოებაში ვფიქრობ რომ შიშები არის გადაჭარბებული ამან ერთადერთი რაც უნდა უზრუნველყოს თანაც იქ ჩაიწერა იქ საზოგადოების ზნეობაზე და ასე შემდეგ ჩანაწერები კანონშივე არის ახლა და ამჟამინდელი მოცემულობით იცავს როგორც ასე ვთქვათ ძირითადი კულტურისა და მენტალიტეტის ადამიანების ხედვასა და ფასეულობებს ეს კანონი მეორე მხრივ ცდილობს მინიმალურად მაინც დაიცვას ყველა ვინც ჩვენ არ მოგწონს მაგრამ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში და არჩილ დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით მინდა დაგისვა შეკითხვა ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ეს ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი შესაძლოა გადაიზარდოს ქუჩის გარჩევებში და ვინ არის ამაში დამნაშავე როგორ ფიქრობ ამაზე რამდენი ხანია პრაქტიკულად ლაპარაკობთ ყველა რომ აი ნაციონალურ მოძრაობას საკუთარ თავის და საკუთარი წევრების წინააღმდეგი ბრძვის მართალი რომ გითხრათ და გეტყვით ახლა რას გულისხმობ იმის გამო რომ ხელისუფლება ყოველ რაღაც სამართალწარმოებით ნაწილში ხდება რაღაცა განგაში საგანი და მათ არ მიეცათ საშუალება რამდენჯერმე გამოითქვა მოსაზრება რომ ახალაიას და მერაბიშვილის ახლა დაცულები უფრო არიან ვიდრე დაუცველები იმ ფორმით რა ფორმითაც არიან ისინი და ასე შემდეგ ეს რომ უფრო ყოფილიყო უფრო გლობალურად გააზრებული და იმდენი უსამართლობა მოხდა სამწუხარო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში რომ ასე მარტივად 1 და 2 რაღაცა შუალედურ სასჯელიანი საზომი ამ საზოგადოებისათვის არ არის საკმარისი საზომი მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ ამ ვენდეტების მაგრამ რა ვუყოთ იმ კონკრეტულ ადამიანებს ვისაც უფრო მძიმედ გადაიარა ვიდრე თქვა თუნდაც ჩემზე და თქვენზე თუმცა ეს ყველაფერი ყველა შეგვეხო ამიტომ საზოგადოებამ რაკიღა ხელისუფლების იმედი ამაში არ აქვს ის ჩაერთო ჩვენთვის სრულიად გაუმართლებელია რა თქმა უნდა ნებისმიერი თვით აი მორალურად შეიძლება პიროვნულად გავუგო დაზარალებულს მაგრამ მისი მხრიდან გამოხატული იგივე შურისძიება ბუნებრივია შეფასების დონეზე მისასალმებელი ვერასოდეს იქნება არის თუ არა მისაღები ზომები არ ვიცი ხელისუფლებამ რა უნდა მოქმედოს ასეთ შემთხვევაში დიახ ხელისუფლება რო ყოფილიყო ადეკვატური ეს პრობლემები უფრო ნაკლები იქნებოდა ახლა ამას ერთ-ერთმა კოლეგამ ექსპერტმა გააკეთა განცხადება რომ შეიძლება ახლა ამას შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და თუ კარგად არ ჩაერთო ხელისუფლება ერთი რამე ვიცოდეთ როგორც ექიმს არ აქვს უფლება რომ განასხვავოს მტერი და მოყვარე როდესაც ის თავის საქმეს ახორციელებს ისევე არ აქვს მტერმოყვარის განხორციელების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულობა უნდა უზრუნველყონ ყველასი ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა რომელიც მათ შეიძლება იყოს დამნაშავე და სამართლოს მიერ იმასაც კი დაცულობის გარანტიები უნდა შეუქმნან. ამიტომ ბუნებრივია ვერანაირ შემთხვევაში ჩვენ აი ამ პათოსში ვერ გავიზიარებთ დღევანდელ პირობებს. თუ ეს ასე გაგრძელდა სამწუხარო შედეგებისკენ შეიძლება წავიდეთ ჩვენ საზოგადოება, მოიმატოს ბევრად უფრო არაადეკვატურ მოქმედებებმა და ბევრად უფრო წინააღმდეგ მონტრეალდეს ეს არსებულ ხელისუფლებასაც. კარგი, ჩვენი დრო ამოიწურა არჩილ, მე ვერ ვისაუბრეთ საარჩევნო თემატიკაზე, ოღონდ ამაზე ცალკე მოგეწოთ აუცილებლად წინ გვაქვს არჩევნები, რაც ეხება სლოგანებს, საარჩევნო თემატიკას, ეს ცალკე ჩვენს ეთერში აუცილებლად იქნება, ჩვენ მერობის კანდიდატებიც გვეყოლება ეთერში, ამას უცნაურობის საყურადღებოდ ვამბობ. სხვა მხრივ, რა ვიცი, რა თემებიც გვაინტერესებდა, ამ თემებზე რაღაცერად ვისაუბრეთ. დღეს დიდი მადლობა მსმენელებს, საინტერესო ნამდვილად მადლობა მათ, იმიტომ რომ გვისმენენ, მე აქვე მინდა მათ უთხრა, რომ ხვალიდან სავარაუდოდ ჩვენს გადაცემაში გვექნება აუცილებლად ინტერაქტივი, ეს იქნება ქრონომეტრის ინტერაქტივი, ჩვენ გვექნება შეკითხვა გადაცემაში და გარკვეული დრო ჩვენ მსმენელებს აუცილებლად დაეთმობათ, რომ მათი მოსაზრებები მოვისმინოთ ამა თუ იმ საკითხზე, რაც იქნება იმ დღისთვის აქტუალური. მადლობა მინდა ვუთხრა არჩილს, იმისთვის რომ მოვიდა და საინტერესოდ გვესაუბრა. მადლობა მსმენელებს, ზუსტად 7:09 დაიწყება მთავარი საინფორმაციო გამოშვება, ამ ნაფშილოვა გაუწყება. უსმინეთ, მოისმინეთ უმრავლესობის მოსაზრებები და აქვე დიდი ბოდიში ჩვენ ვერ დავუკავშირდით სამწუხაროდ ზაქარე ქუსნაშვილს. ის შეგვირდა რომ ჩაგვერთვებოდა, უბრალოდ არ ვიცი რა მოხდა, ტელეფონით ვერ დაუკა. ტექნიკური პრობლემა იყო, ზაქროს არ ვაბრალებ ამას, რა თქმა უნდა. გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის. დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავ ვეფხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე.